სასურსათო პროდუქტებზე ქართულ და ევროპულ ფასებს შორის სხვაობა მართლაც დიდია. სხვაობა სადისტრიბუციო კომპანიებისა და მარკეტების მაღალი ფასნამატი განაპირობებს, რომელიც საზღვრიდან დახლამდე საშუალოდ 86%-ს შეადგენს. ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სამომხმარებლო ფასებთან დაკავშირებით გავრცელებულ ვიდეო მიმართვაში აღნიშნავს. პრემიერი სამართალდამცა უწყებებს მოუწოდებს შეისწავლონ სასურსათო ფასებთან დაკავშირებული საკითხი და დაადგინონ ხომარ იკვეთება დანაშაულის ნიშნები. ის ასევე საკანონმდებლო ორგანოს მოუწოდებს აღნიშნულთან დაკავშირებით შეიქმნას საპარლამენტო კომისია. თავის მხრივ შალვა პაპუაშვილი მიესალმება პრემიერის ყურადღებას სასურსათო პროდუქტების საცალო ფასებზე. აცხადებს, რომ პარლამენტის საგაზაფხულო სესიის გახსნისთანავე შექმნის სპეციალურ კომისიას და დაიწყებს ფასების ფორმირების პროცესის საჯარო შესწავლას. ზოგადად ხშირად გამოხატავს უხელს იმის გამო, რომ ქართულ სუპერმარკეტებში სასურსათო პროდუქციის ფასები ევროპულ ფასებს მნიშვნელოვნად აღემატება. საკითხის შესაფასებლად შევარჩიეთ რამდენიმე ძირითადი სასურსათო პროდუქტი, შევადარეთ საქართველოსა და ევროპის კონკრეტულ ქვეყნებში ამ პროდუქტების ფასები და გავაანალიზეთ ფასნამატის სტრუქტურა, მათ შორის ქსელური მარკეტების სავაჭრო პრაქტიკა. ქართულ და ევროპულ ფასებს შორის სხვაობა მართლაც საკმაოდ დიდია. საქართველოსა და საფრანგეთში ერთი და იგივე საერთაშორისო ბრენდის ქსელურ მარკეტებს შორის ფასები რომ შევადარეთ, საქართველოში კონკრეტული მარკის წესმძირის ზეთი 34%-ით, მაკარონი 97%-ით, ბრინჯი 180%-ით, კარაქი 30%-ით, ყველი 42%-ით, ხოლო შოკოლადი 47%-ით ძვირია. ფასებს შორის სხვაობას განაპირობებს სადისტრიბუციო კომპანიებისა და მარკეტების მაღალი ფასნამატი, რომელიც საქართველოს საზღვრიდან დახლამდე საშუალოდ 86%-ს შეადგენს. კვლევა აჩვენებს, რომ საქართველოში ქსელური მარკეტების ფინანსური მოგება ევროპულზე ბევრად მაღალია. კერძოდ, საქართველოში კონკრეტული საცალო ქსელების წმინდა მოგების მარჟა 7, 8 და 14%-იც გია, როდესაც ევროპაში მათი წმინდა მოგების მარჟა საშუალოდ 2%-ია. აქ ისიც გასათვალისწინებელია, რომ ევროპაში მარკეტების ოპერირების ხარჯები, ფართის იჯარა, შრომის ანაცხოვრება, კომუნალური ხარჯები და სხვა ბევრად უფრო მაღალია. ასევე ძალიან მაღალია დისტრიბუტორი კომპანიების წმინდა მოგების მარჟაც, რომელიც საქართველოში, როგორც წესი, 6-დან 13.5%-მდე მერხევს. პროდუქცია ფასნამატი და მიმწოდებლისთვის დაგესრებული ფინანსური ტვირთი იმდენად დიდია, რომ ქართველი მწარმოებლებისთვის ხშირად უფრო მომგებიანია საკუთარი პროდუქცია არა ქართულ მარკეტებში გაყიდონ, არამედ საზღვარგარეთ ექსპორტზე გაიტანონ. ამიტომ არის, რომ ხშირად ქართულ მარკეტებში მრავლად ნახავთ ისეთ უცხოურ პროდუქტს, რომელიც ქართულ კომპანიებს საზღვარგარეთ გააქვთ. ეს სერიოზული პრობლემაა, რადგან სახელმწიფოს ინტერესი პირიქით ქართული წარმოების სახალისება და იმპორტის მაქსიმალურად შემცირება. საქართველოს მთავრობის დადგენილებით 2026 წლის 5 და 6 იანვარი უქმე დღეებად გამოცხადდა. შესაბამისი დადგენილება საკანონმდებლო მაცნეს ვებგვერდზე გამოქვეყნდა. ადმინისტრაციული ორგანო განსაზღვრავს მის დაქვემდებარებაში მყოფ მის სისტემაში შემავალ სამსახურებს, მოსამსახურეებს, რომელთა მიმართაც არ გავრცელდება ეს დადგენილება, თუ მათი ფუნქციების შესრულება სახელმწიფო ხელისუფლების განხორციელებისა და საზოგადოების ნორმალური ფუნქციონირებისთვის წარმოადგენს გადაუდებელ აუცილებლობას. დადგენილება არ ვრცელდება საქართველოს ეროვნული ბანკის ზედამხედველობას დაქვემდებარებული პირების წინაშე შესასრულებელ ფინანსურ ვალდებულებებზე, ასევე სახელმწიფო შესყიდვების შესახებ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებულ საქმიანობაზე, მათ შორის ამავე კანონის მესამე მუხლის პირველი პუნქტის თე ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შესყიდვებთან დაკავშირებულ და სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებულ დავების განხილვის საბჭოს საქმიანობაზე აღნიშნულია დოკუმენტში, რომელსაც ხელს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აწერს. ზესტაფონში კონსტანტინე გელაშვილის ხსოვნის პატივსაცემად მცირე მემორიალური დაფა განთავსდა, როგორც მადლიერების ნიშანი იმ წვლილისთვის, რაც მაღალი ღირსებით, მშობლიური ქალაქისადმი განსაკუთრებული სიყვარულით გამორჩეულმა ადამიანმა ზესტაფონის ყოველდღიურობაში შეიტანა. მემორიალური დაფა კიდევ ერთხელ შეხსენებაა საზოგადოებისთვის, რომ ადამიანების ღირებულება მხოლოდ სახელით არ იზომება, მათი საქმეები და დამოკიდებულებები მეხსიერებას წარუშლელ შთაბეჭდილებად რჩება, როგორც ქალაქის ისტორიის ერთი შინაარსიანი ფურცელი. შეიძლება მემორიალურ დაფას, რომელიც ახლა გაკეთდა ზესტაფონში, ჩვენი მისი მეგობრების იდეა იყო აქ თბილისიდან და ძალიან მიხარია რომ ეს მოხდა. სიმართლე რო გითხრათ, ეს უბრალოდ მე ვიხარიებ, რომ მე ვიცი ამ კაცის ფასი.
შეიძლება ბევრმა გაიაროს და თუ მეგობრები და ნათესავები და ახლობლები არიან, ძალიან კაი ადამიანი იყო, სასიამოვნო ურთიერთობაში გადასარევი იუმორით. და ხომ ყველას გაიხარდება, ყოველს გახსნედება, ყოველს რომ გაიხსენებ, ფაშიზმი არ გაგერიმოს. მაგრამ მე რაც მინდოდა ეს არის ის რომ არ ვიცი აბა უნდა ნახოს ბევრმა ადამიანმა რა შეიძლება მის მასახელმა რაღაცა უთხრას ვინმეს ვინც ის რომ განსაკუთრებით მათაც კი ბევრები აღმოაჩინენ რომ კაცის უკან და ბევრ საინტერესო რამე გააკეთა ქვეყანაზე ჩუმად ყოველგვარი ესეთი ხმაურის ფანფარები რო ქვია სასულე ორკესტრში ფანფარები აი მის გარეშე და მის სულს ნამდვილად ეკუთვნოდა კიდევ მეტი რამე ეკუთვნოდა ალბათ მაგრამ ვისთანაც მოახერხა ცნობამ ყველაში ის კვალიტატოა რაც საჭირო იყო კოტე გელაშვილზე შემიძლია მხოლოდ კარგი და საუკეთესო რო ვილაპარაკო იყო კაი მეგობარი ქონდა თავისი ბიზნესი მრავალ სახეობებში და ეწეოდა ქველმოქმედებას რომელსაც ხმამაღლა არასდროს არ ამობდა სიკეთეს აკეთებდა ყოველფეხის ნაბიჯზე. თბილისში აკეთებდა თავის საქმეს, ბიზნესის მხრივ. გაუწყვეტია კავშირი ზესტაფონთან. ის ბევრ სიკეთის გაკეთებას კიდე მოსწრებდა. თახლა ჩემი ახლო მეგობარი, ერთად გადადილებივად, ერთ პოპულში ცხოვრობდით. როგორც ვიცი ჩვენი გზები როცა გაიყარა, იყო საოცარი ადამიანი და ჰქონდა მრავალნაირი ბიზნესი, როგორც ვიცი და ეწეოდა ქველმოქმედებას თავის ახლობლებთან, კლასედების მიმართ, ზოგჯერ უსხოს მიმართაც გამიგია, რომ ბევრი ადამიანის მისაკუთრებები ნაცემი. დაიწყო ფოფალი ამბობს და პირამაებით ამბობენ, რომ ქრისტიანობა მარტო გადაგება და სიტყვის რელიგია არა, იგი საქმის რელიგიაა უფრო. აი ამ დაწობითი ცხოვრა ბაკურიმ, იგივე კონსტანტინემ, ესე ქვია ქრისტიანულად, მას და უმეტეს ხონოს ათეში დაამკვიდრო ძალიან კარგი პიროვნება იყო და დავიდა ჩვენგან ზეთერში ოთხი პირველი, სამი მეორე და ორი მესამე ადგილი ჩამოიტანეს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ღია პირველობიდან ზესტაფონელმა ძიუდოისტებმა. ჩემპიონები სხვადასხვა წონით კატეგორიაში დემეტრე ბირბიჩაძე, სემნარ ბენდელიანი, თაზო სიმონიძე და ლუკა ჩინჩალაძე გახდნენ. მიხარია რომ ზუგდიდიდან ჩემპიონის სტატუსით დაუბრუნდი. ვიჭიდავი 5 შეხვედრა, დავიკავე პირველი ადგილი, 5 წარმატებით ჩავიარე და მადლობას ვუხდი ჩემს ტრენერებს და ჩემს მშობლებს. უფრო ბევრს ვივარჯიშებ და გავხდები მსოფლიო ჩემპიონი და ევროპის ჩემპიონი. ზუგდიდში ჩატარდა ღია პირველობა, სადაც მე მივიღე მონაწილეობა. ვიჭიდავი 4 შეხვედრა, 4-დან 4-ვე მოვიგე და დავიკავე პირველი ადგილი. ისვისაც მადლობას ვუხდი ჩემს მწვრთნელებს, კობას სვიანაძეს და ნიკას სვიანაძეს. ზუგდიდში დავიკავე პირველი ადგილი, 4 შეხვედრა ვიჭიდავე 4-ვე დავამარცხეს. ძალიან ძლიერები იყვნენ. ჩავატარე 2 ბრძოლა, იყო ძლიერი მეტოქები და ორივეს მოვუგე. ჭიდავ მძიმე წონაში და ამ გამარჯვებით კმაყოფილი ვარ. ტურნირის ვიცე-ჩემპიონის სტატუსი მოიპოვა ირაკლი წულუკიძემ, დაჩი ჭანტურიძემ და ლაზარე შარიქაძემ. მათ მეტოქეებთან თითო შეხვედრის დათმობა მოუწია. სპექტრთან ამბობენ, რომ სასურველი პოზიციების დასაკავებლად მეც ზივარჯიშებენ. მეორე ადგილი ვიჭიდავე, 3 შეხვედრა და 2 მოვიგე, 1 წავაგე. მე არ ვარ ჩემი შედეგით კმაყოფილი, უნდა ვივარჯიშო მეტი და მეტი, რადგან ავიღო პირველი ადგილი. ეს არ არის მხოლოდ ჩემი დამსახურება, ეს არის ჩემი მასწავლებლების, ნიკა მასწავლებლის და კობა მასწავლებლის. ზუგდიდის ღია პირველობაში მეც მივიღე მონაწილეობა, ვიჭიდავი 4 შეხვედრა. მოვიგე 3, წავაგე 1. კმაყოფილი ვარ ჩემი შედეგით და მადლობას ვუხდი ჩემს მწვრთნელებს, კობა და ნიკა სვიანაძეს. ავიღე მეორე ადგილი, ვიჭიდავი 4 შეხვედრა. მე კმაყოფილი ვარ ჩემი შეხვედრებით, და მომავალში რომ პირველი ადგილი დავბრუნდე. მე მინდა რომ გავხდე ოლიმპიური ჩემპიონი და გავიმარჯვო კიდევ ბევრი წარმატებები. პოზიციაზე დაასრულეს ასპარეზობა გიორგი კვარაცხელიამ და იოანე დალაქიშვილმა. ვიჭიდავე 3 შეხვედრა, 1 წავაგე და 2 მოვიგე, დავიკავე მესამე ადგილი.
ყავს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ღია პირველობაზე, სადაც დავიკავა მესამე საპრიზო ადგილი. ჩემი შედეგი რა თქმა უნდა არ ვარ კმაყოფილი, რომელსაც გამოვასწორებ, ისიც ძალიან ბევრი შრომა არის საჭირო. ზუგდიდის ღია პირველობა 2015-16 წლებში დაბადებულ ძიუდოისტთა შორის 2 დღის მანძილზე მიმდინარეობდა. ტურნირში დასავლეთ საქართველოს მუნიციპალიტეტების სპორტსმენები მონაწილეობდნენ.